ჭიჭიტა. გიო და თაია ზაფხულში მთაში იმოგზაურებენ. ახლა ხან შეიტყვეს ეს ამბავი. ისე გაიხარეს და იმდენი იხტუნავეს, ფისოც შეაშინეს და თუთიყუშიც. თუთიყუში კო რგოლზე თავქვე დაეკიდა. ფისო ნოე სავარძლის ქვეშ შეძვრა. სად, რომელ მთებში მიდიან ნეტა? დედამიწა მხოლოდ ადამიანების პლანეტა არ გეგონოთ. დედამიწაზე მინდვრები და ტყეები, მდინარეები და ტბები, ზღვები და უდაბნოები, მთები და ოკეანეებიც ცხოვრობენ. მთებსაც თავიანთი დიდი ოჯახები აქვთ. არ უყვართ მარტო ყოფნა, თქვა მამამ და ნოუთბუქი გახსნა. ალპების ოჯახი, კავკასიონის ოჯახი, ჰიმალაის ოჯახი, განაგრძო დედამ. ზოგი პაპამთა, ზოგი ბებომთა, ზოგი შვილი და შვილიშვილიმთა. ყოჩაღ დედიგო, სწორედ მაგის თქმას ვაპირებდი, გაუღიმა მამამ. თაიამ წარმოიდგინა დიდი მთაზის, თავის მთაშვილებით გარშემორტყმული სანაყინეში და ნაყინს მიირთმევს. გიომ კი დაინახა, როგორ სეირნობდა მთების ოჯახი ველოსიპედებით ქუჩაში. მამას უნდოდა ბავშვებისთვის ბევრი რამე სწავლებინა. დედა მამამ მასს ეძახდა. მამას სკოლა საუკეთესო იყო. აქ იატაკზე წამოგორებულიც მოისმენდი გაკვეთილს და მშობლის კალთაში ჩამჯდარიც. დედამ იცოდა, მამას საინტერესო სიახლე უნდა ეცნობებინა და ბავშვებს ანიშნა. ყურადღებითო. ამასობაში თუთიყუში კო კანდარაზე დასკუპდა. კატა ნოე ცარიელ სავარძელში მოკალათდა. ბავშვები მამას ლეპტოპს შემოეხვივნენ. ეკრანზე გაჩნდა წარწერა. კავკასიონი. რა ლამაზი მთებია, წამოიძახეს ერთდროულად. საქართველოში მივდივართ, რა კარგია. საქართველოდან შორს ცხოვრობთ, მაგრამ ჩვენ სამშობლოს უნდა კარგად ვიცნობდეთ. ეს კავკასიონის მთათა ოჯახია. მამამ ყველაფერი იცის. საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრად აკრავს, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდეა გადაჭიმული. იოლად მოუყევი ბავშვებს, მარტივად, ეუბნებოდა დედა. იოლი ფაფის ჭამაო, ბავშვებმა ეს ამბები კარგად უნდა იცოდნენ. პაპამ, დიახ, პაპა, მოისმა კოს ჭყივილი გალიიდან. მერე ეკრანზე დაიწერა სიტყვა ფშავ ხევსურეთი. აი აქ მივდივართ ზაფხულშიო. ისი აყვირდნენ ბავშვები, თუთიყუში შიშისაგან ისევ თავუკუღმა დაეკიდა რგოლს. დედამ კი ფისო გულზე მიიკრა და აი ნამდვილი სურპრიზიო შესწახა გახარებულმა. ულამაზესი კუთხეებია, ფშავიც, ხევსურეთიც, ალრე ფხოვი ერქვა. უნდა გაჩვენოთ სოფელ შატილში, სოფელ მუცოში ჩაგიყვანოთ. აქ ყველა სახლი კოშკია. კოშკები სოფლები საქართველოს საზღვართან. სოფელი შვაფხოც უნდა ვნახოთ ფშავში. რა კარგია, კოშკში არასდროს მიცხოვრია. სამოგზაუროდ კარვებით წავალთ, იკითხა გიომ. საქართველომდე თვითფრინავით, მერე მანქანით და კარვებით. მაგრამ მანამდე ფშავ ხევსურეთი უნდა გაგაცნოთ. იცოდეთ სად მიდიხართ, თქვა მამამ. ხევსურებს განსაკუთრებულად ლამაზი სამოსი აქვთ, ჩაერია საუბარში დედა. აბა აჩვენე ხევსურული კაბა ბავშვებს. ეკრანზე მალევე ჯვრებით დაკარგული უცნაური ტანსაცმელი გაჩნდა. ნაჭრელა გულის პირებით, კაბები, შემოსაცმელები, თავსაბურავები, ფეხსაცმელი, ყველაფერი ერთმანეთზე ლამაზი. ტალავარი, ფაფანაგი, ბაჭიჭები, ქოქლო, ქოქომონი. უცნაურ სიტყვებს გაიძახოდა დედა. ვოცნებობ ასეთ კაბაზე. შემიკერავ, თაიამ დედას გახედა. ვერ შეგიკერავ, უპასუხა დედამ. ამას ზამთრის გრძელ ღამეებსა და მოკლე დღეებში ხელით ამზადებდნენ ხევსურები. როცა გარშემო დიდი თოვლი იდო, გზები იკეტებოდა, შეუძლებელი იყო სახლიდან გასვლა. ყველა ხელსაქმეზე მუშაობდა დიდიან პატარიანად. ზაფხულობით კი ამ სამოსით დღესასწაულებზე დადიოდნენ. სამაგიეროდ შემიძლია ჭიჭიტა გაგიკეთო. ჭიჭიტა ხევსური ბავშვების სათამაშოა? როგორი მხიარული სიტყვაა, დაინტერესდა თაია. არა, ჭიჭიტა ხევსურების პურს ერქვა, რგოლის ფორმა ჰქონდა ნამცხვარივით, ბლითივით.
სკოლაში საქართველოს დღე რომ იქნება, ჭიჭიტა გამოვაცხოთ, ხინკალიც გავაკეთოთ, ვასწავლოთ თქვენს მეგობრებს ფშავ-ხევსურული კერძის გაკეთება, თქვა დედამ. რა კარგია, მაგრამ სანამ მათ ასწავლით, ჩვენ ამ კვირას მოვახვიოთ სახლში ხინკალი, მომენატრა კიდეც, თქვა მამამ და გაკვეთილი განაგრძო. რას აკეთებენ კიდევ ფშავ-ხევსურები? საქონელს უვლიან, ძაბს ართავენ, ტილოს ქსოვილს ქსოვენ, ხაებავენ, კიდევ ბევრ ლექსსა და ზღაპარს ამბობენ. ლეგენდები უყვართ, მხიარული ლექსები უყვართ, ერთმანეთსაც ლექსებით ელაპარაკებიან. ადრე ბავშვს რომ სურდო შეეყრებოდა, მასაც ლექსით მკურნალობდნენ. ცრინტა შავკარ-შავ პაჭიჭე, შავსა ძაღლსა გადავკიდე, ძაღლი შორსა გამივარდა, სურდო წყალში ჩამივარდა. აფცხი, ცრინტა და სურდო არ გვინდა მამამასც, დედამ ძალით დააცემინა. ბავშვები ისე დაინტერესდნენ მოგზაურობით, გადაწყვიტეს შატილისა და შუაფხოს სკოლის ელექტრონული პოსტის მისამართებიც ეპოვათ და უცნობი თანატოლებისთვის მიეწერათ, რომ ზაფხულში მათთან ჩავიდოდნენ. მამა დაეხმარა და უკვე იციან სად გაგზავნონ წერილი. შატილი მესგოვჯი და შუაფხო მესგოვჯი, აი მისამართებიც აქვთ. დაძინების წინაც თაია და გიო ისევ ხევსურეთზე საუბრობდნენ. კოპალასა და იახსარზე თქმულებები გაიხსენეს, დევებს რომ ებრძოდნენ, ეს ამბები ბებოსგან იცოდნენ. დევები თუ გადაგვეყარნენ, მთაში კარავში შემოვლენ ნეტა, შეშინებულმა თაიამ საბანი წაიფარა. გიოს გაეცინა, დევები დიდი ხნის წინ დინოზავრები გაქრნენო. ნეტა ისე როგორები იყვნენ დევები. ბოროტი გოლიათები იყვნენ, ხალხს ჩაგრავდნენ, პატარა ჭინკებიც აშინებდნენ ისე შენნაირებს, მაგრამ ახლა დედამიწაზე მხოლოდ ადამიანები ცხოვრობენ. უცხოპლანეტელები? უცხოპლანეტელები ფილმებში და წიგნებში არსებობენ, მე არსაც შემხვედრია. გიო არასდროს იტყუება, რა კარგი ძმა მყავს, უკვე თვლემდა თაია. მეორე დილას გიო და თაია თოთიყუშმა კომ გააღვიძა. ჭიჭიტა, 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 გაიძახოდა თუთიყუში, ახლად ნასწავლ სიტყვას. ისიც ყურადღებით ისმენდა თურმე ფშავ-ხევსურეთის ამბებს.